ნელა იყო თეთრში გავანთე და ცოტა ხმაური იყო წამოვდა ცოტა ამაზე ფანარი ავიღე და ისკენი ვანათებდი აქეთ ერთი ამ მასე საშინელი ხმაური გაჩნდა იმის სანახმაური რომ ჯერ ცხოვრებაში არ გამიგია და ქვი აქედან გავასწრა მეთქი და გევქცი აღმა სიძინი ზემოთ წვედი ერა დაწყნარდა ისკენი ჩამოვედი ფანარი ხელში ვანათებდი ამ არც ხიდი არც არაფერი ტექნიკაზე სინათლე შეირთო ქვი ახლა რა ვქნა ტელეფონი არ მაქვს რომ გადავრეკოს ადი და ვიფიქრე ეს სანამ ეს წყალი გადმოვიდოდეს მაქა იქიდან შევედი მაგ ხელში და იქიდან ევედი მოვედი აქაც მოანათე ისე და წევედი ჩემს ძმასთან აქზე ცხოვრობს აქ იქიდან დავრეკე სოფელში ნომერი არ მქონდა არაფერი მაქვს და მეზობელს ჰქონდა იმის ნომერი ქემალას ჩამოვიდნენ აქა და აქედან გადარეკეს და ჩამოვიდნენ ნახეს ყველაფერი ნახეს და მთელი ღამე მუშაობდნენ აქ ტელევიზიის განცხადებით ამბობენ რომ 40 ოჯახი საერთოდ უსახალოდ სწორი ინფორმაცია არ იყო საერთოდ საიდან გაჟურნა, საიდან გევიდა არის. ხო. ანუ მოსახლეობა აქ ერთი ხიდიწე იყო და ეს ტრაქტორი ჩააგდო ამას. მოსახლეობა ზარალი არა. აქ კარიერია, ხო ესე? ანუ მიზეზი შეიძლება არ იყოს კარიერია. ვიყავით და გზა შეკეთდა. ანუ ხიდის გარეშე დარჩა და არა უსახლკაროდ დარჩა, როგორც ამბობენ. ხიდის გარეშე დარჩა, მაგრამ ახლა გეისმა მთელი ღამე აქ მუშავა ხალხი. ხიდის აღგება ორდეს და აღგება ხიდის. ეს გეიწმინდება აქა და გაკეთდება ყველაფერი. როგორ საკმარისი პირველი განჯერნა საიდან გეიძენა არის. იმას არასწორი აქაურობას აკეთებს და